საიდან იწყება ბრენდი? ამაზე ძალიან ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს და სამწუხაროდ ხშირად ადამიანები დადიან იქამდე, რომ ბრენდი არის შეფუთვა, რა ვიცი, რაღაც სახელი მოუფიქრე, დიზაინი გაუკეთე, რაღაც რეკლამა გაუკეთე და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის თლაც ჭკვიანური მოსაზრება, იმიტომ რომ თუ ჩვენ მარტო შეფუთვაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ გვერდით მოგჩვება ყველაზე მთავარი ბრენდის შინაარსი, დაწყებული მისი რაციონალურ, ფუნქციონალური და ემოციური კონცეფციებით, რომელთა ჯამით საბოლოო ჯამში არის ბრენდის სტრატეგია. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ბრენდი იწყება უპირველეს ყოვლისა კარგად ნაფიქრი, მომხმარებლებზე ნაფიქრი, ადამიანებზე ნაფიქრი, პროდუქტით ან მომსახურებით ან რას დგას მის უკან. რამდენად გამართულია მისი პროდუქტი და მომსახურება, რას ნიშნავს რამდენად გამართულია, ანუ რამდენად ასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც არის ის, ანუ წყვეტს თუ არა ეფექტიანად იმ პრობლემას, რისთვისაც ეს პროდუქტი ან მომსახურება შეიქმნა. ამიტომ ბრენდი იწყება პროდუქტზე და მომსახურებაზე ფიქრით და ბრენდის განსხვავებულობაზე ფიქრით, სხვებისგან გამორჩეულობაზე ფიქრით, იწყება პროდუქტის და მომსახურების გამორჩეულობით და განსხვავებულობით.